ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ნათლისღების დღესასწაული. წელს ნათლისღების დღესასწაული დაემთხვა კვირა დღეს. ეს არის სულთმოფენობიდან 30-ე შვიდეულის კვირა დღე და იკითხება დღესასწაულზე სახარება მათესი მესამე თავის მე-13-დან მე-17 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. მაშინ მოვიდა იესო გალილეად, იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან. ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა? მიუგო იესო და რქუა მას: აცადე, აც, რამე თუ ესრეთ ჩვენის, ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშვა მას და ნათელ იღო იესო და მეხსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან და აჰა განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, გარდა მომავალი ვითარცა ტრედი. მოვიდა, დაადგრა მას ზედა. და ხმა იყო ზეცით და სთქვა: ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. იესო ქრისტეს ნათლისღებით იორდანეში იოანესაგან იწყება მისი საზოგადო მოღვაწეობა. 30 წლის იყო იესო, როდესაც გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი, რაც იყო ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში, რომ გამოჩნდებოდა წინასწარმეტყველთაგან, შეიძლება ითქვას ყველაზე უპირატესი ანგელოსი უფლისა, რომელიც მოამზადებდა ისრაელს მესიის შესახვედრად. და იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა სინანულს. იგი ბრძანებდა შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არის სასუფეველი ცათა და მდინარე იორდანეში იგი აღასრულებდა სინანულის ნათლობას. იგი ამბობდა, რომ მე ნათელს გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელმაც ნათელ გცეს თქვენ სულითა, წმინდითა და ცეცხლითა. რა იყო მთავარი შინაარსი იოანეს ნათლობისა? მთავარი შინაარსი იყო ის, რომ იმისთვის, რომ მესიისგან მოტანილი კაცობრიობისთვის მადლი, რომელსაც უნდა რომელიც უნდა კვლავ დამკვიდრებულიყო ადამიანში, მადლს მოწყვეტილ კაცობრიობაში, ეს მადლი რომ დაბრუნებულიყო, დამკვიდრებულიყო, რომელიც მესიას მოჰქონდა. მესიას უნდა მიეცა ადამიანებისთვის ეს მადლი. ამისთვის საჭირო იყო ახალი ცხოვრების დაწყება. საჭირო იყო ძველი ადამიანის სიკვდილი და ახალი ადამიანის დაბადება. და ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი უარყოფდა ცოდვილ ცხოვრებას, ამასოფლის წესით ცხოვრებას და ესა იქნებოდა ეს
გამოიხატებოდა სწორედ სინანულში, აღიარებაში, რომ ის ცხოვრება, რომელთაც კაცობრიობა ცხოვრობდა აქამდე, ეს იყო ცოდვილი ცხოვრება და რასაკვირველია, სურვილი, ეს ამავე დროს ეს სინანული იქნებოდა სურვილი იმისა, რომ ადამიანს სურს დაიწყოს ახალი ცხოვრება და მიიღოს ის ყოველსყოფელი ძალა და მადლი, რომელსაც მოიტანს მესია. აი ამ სინანულის ნათლობაში ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ღმერთი ჩვენ უხვად გვანიჭებს თავის წყალობას და მადლს. მას ყოველი ადამიანის ცხონება სურს, თუნდაც ყველაზე მძიმე ცოდვილის. მაგრამ ერთი პირობაა, ღმერთი ვერ დაამკვიდრებს ამ მადლს ჩვენში, თუ ჩვენ არ ვარყავით ჩვენი ცოდვილი ცხოვრება, თუ ჩვენ არ ვაღიარეთ ჩვენი ძველი ადამიანის, ცოდვილი ადამიანის არსებობა საკუთარ თავში და არ გვექნა წუხარება ასეთი არასწორი ცხოვრების გამო. აი ეს სინანული არის სწორედ მწუხარება არასწორი ცოდვილი ცხოვრების გამო და წყურვილი უცოდველი ახალი ცხოვრების დაწყებისა. აი ეს არის აუცილებელი პირობა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აღსარებას ვამბობთ, როდესაც ჩვენ ვეზიარებით, თუ ეს აღსარება არ არის მთელი არსებით, თუ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ვებრძოლოთ ჩვენში არსებულ ადამიანურ სისუსტეებს, ძალისაებრ ჩვენისა მთელი არსებით, მიუხედავად იმისა, გავიმარჯვებთ თუ არ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რაც ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ეს მარცხი და გამარჯვება ერთმანეთს ენაცვლება, ანუ ასე ვთქვათ, სრული გამარჯვება შეუძლებელია სანამ ხორცშია ადამიანი, მაგრამ აი რა არის სინანული? ჭეშმარიტი სინანული არის, როდესაც ადამიანი მთელი არსებით ებრძვის აი ამ თავში არსებულ სისუსტეებს, ცოდვილ მიდრეკილებებს. აი ეს არის ნამდვილი სინანული. ეს არის საქმე ღირსი სინანულისა და მიუხედავად იმისა, აღსარების შემდეგ ადამიანი შეინარჩუნებს თუ არა ამ მდგომარეობას, თუ ეს სწრაფვა არის გულწრფელი, თუ ეს სწრაფვა არის მთელი არსებით, როგორც კი თქვათ რაღაც მის ცხოვრებაში კვლავ რაღაც თავს იჩენს, ცდომილება, ცდუნება, მიდრეკა რაღაც ესე უძლურებისკენ, ანუ დაცემა. ის კვლავ სწრაფად უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, წამოდგომა, ადგომა და ისევ სწრაფვა აი ამ საკუთარ ნაკლის აღმოფხვრისაკენ. აი ესეთი შინაგანი მდგომარეობა არის სინანული. და არა ის, რომ ადამიანმა ვთქვათ, ზოგადად დააფიქსიროს, რომ აი მას აქვს ეს, ასე ვთქვათ, რაღაც უძლურება, რომელსაც ვერ სძლევს და უბრალოდ აღიარებს, რომ აქვს. არა, აი ისე ვიმეორებ, ძალისაებრ ადამიანისა. ღმერთი იცის, ვის რა შეუძლია. და თუ შენ აკეთებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ებრძვი შენს სისუსტეს, ამას ღმერთი ხედავს და ასეთი ადამიანი ყოველი, ასე ვთქვათ, შეცდომის მიუხედავად, მისი გული ღმერთისკენ არის. მისი გული არ განშორდება ღმერთს, მიუხედავად აი ამ ხარვეზისა, აი ამ ცდომილებისა, ამ ცდუნებისა, ეს არ არის განშორება ღვთისაგან. ღმერთი ამას ხედავს და ღმერთი მოწყალეა და პატიობს. ამიტომ აი სწორედ სინანული, რომელსაც ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი, არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენში დამკვიდრდეს შემდგომში ღვთის მიერ, ქრისტეს მიერ, მესიის მიერ მოტანილი
ჩვენთვის მონიჭებული მადლის სული საწმინდისად. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში დამკვიდრდება ეს მადლი და ამ შემთხვევაში განგვაახლებს ჩვენ. ამიტომ მხოლოდ მადლის მიღება, მხოლოდ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა არ არის საკმარისი, რომ ჩვენ სულიერი სრულყოფის გზაზე ვიდგეთ, რომ ჩვენი კავშირი ღმერთთან იყოს შენარჩუნებული. არა, ამისთვის აუცილებელია ჩვენი მუდმივი სწრაფვა ამისკენ, ჩვენი ასეთი წყურვილი ამისა და როგორც კი ეს სწრაფვა რაიმე მიზეზის გამო ფერხდება, აი ამის გამო ადამიანი უნდა იყოს უსაზღვროდ მწუხარე, უსაზღვროდ გულდატკენი და აღარ უნდა უხაროდეს არაფერი, როცა ეს ხდება. ამიტომ მარხვას გლოვაც ქვია. აი გლოვიარე უნდა იყოს თავისი ცოდვების გამო. აი ეს სინანული ეს არის გლოვა და ჩვენ ქრისტიანებს განსაკუთრებით მარხვაში, აი სწორედ ჩვენ გვაქვს ეს ჟამი, როცა ჩვენ განსაკუთრებით განვიცდით აი ჩვენ უძლურებას და გასაკვირველია, როცა მეტად განიცდი, მეტად ცდილობ დაძლიო შენი თავი, შენი უძლურება და აი სწორედ მარხვა არის ერთდროულად მაღალი ხარისხის სინანულისა და შესაბამისად მაღალი ხარისხი სულიერი განახლებისკენ სწრაფვისა და შესაბამისად შედეგიც ამას მოჰყვება, როცა ადამიანი მთელი ასებით ისწრაფვის, ღმერთი მას დიდად შეიწყალებს, დიდად ანთავისუფლებს სოდვებისაგან და სულიერად იზრდება ადამიანი. აი ეს არის აუცილებელი, ესე ვთქვათ, მნიშვნელობა სინანულისა, რომელიც სწორედ იქადაგა იოანე ნათლისმცემელმა, მაგრამ ამავე დროს იგი ბრძანებს, რომ აი ჩემს შემდგომად მე მხოლოდ და მხოლოდ წყლით ნათელქცემთ, ანუ თქვენ გამზადებთ, აი მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა მიიღოთ ეს მადლი სული საწმინდისა, მაგრამ აი ეს მადლის თქვენ მიიღებთ მისგან, ვინც ჩემს შემდგომ მოვალს. და აი ის ელოდება, რომ გამოჩნდება ეს პიროვნება და იორდანეში მიმდინარეობს ნათლობა, მთელი ერი, როგორც მდინარე გაივლის იორდანეში ერთი ნაპირიდან მეორესი გადავა და აი ნათლისმცემელი დღე და ღამე ატარებს აი ამ ნათლობას, სინანულის ნათლობას, წყლით ნათლობას და უცებ ის ხედავს, რომ პიროვნება, რომელიც მას უახლოვდება, ეს არის იესო ქრისტე. გასაკვირველია, მას აქვს სულიერი ხედვა და ის მაშინვე იცნობს და ეუბნება, რომ როგორო მე უნდა ვთხოვო შენ, რომ ნათელი, ესე იგი, მცე და შენ მოდიხარ ჩემთან ნათლისაცემად და მაშინ მაცხოვარი ეუბნება, რომ ასია საჭირო, რომ აღსრულდეს ყოველი სიმართლე. რა არის ეს სიმართლე? ეს სიმართლე არის ის, რომ მაცხოვარმა მაცხოვარს ცოდვათა მიტევება არ სჭირდებოდა, მონანიება არ სჭირდებოდა, მაგრამ მაცხოვარმა სჯული აღასრულა ყველა იუდეველი, ესე იგი, ადამიანის წესი, ძველი აღთქმის სჯული ყოველთვის ის აღასრულებდა და იმისთვის, რომ აი ის რასაც ადამიანები ვერ აკეთებდნენ თავისთვის, აი არ შეეძლოთ ძველი ადამიანის მოკვდინება და ახალი ადამიანის თავის სულში დაბადება, რომ იესო ქრისტემ მათ ნაცვლადაც აღასრულა ეს. და ეს ნიშნავს, რომ ის იღებს კაცობრიობის ცოდვებს თავის თავზე, უმძიმეს ტვირთს იღებს. თვითონ ამ ტვირთის აღება უკვე ჯარცმაა და გასაკვირველია, ეს არის სწორედ ის, რომ იესო ქრისტე ამ ქმედებით, ასე იგი, იღებს ცოდვებს, კაცობრიობის ცოდვებს და ფაქტიურად ეს არის სწორედ ჯვარცმა და რომელიც საბოლოოდ დაგვირგვინდება გოლგოთაზე მისი ფიზიკური ჯვარცმით. და მაშინ ნათლისმცემელი მას ნათლავს და როდესაც შედის, ესე იგი, მდინარეში, არის ასეთი ფსალმუნში სიტყვები, იორდანე
უკუნი იქცა მართლ უკუნა, რომ იორდანეს, ესე იგი, დინება საპირისპირო მხარეს დაიწყო. ეს რას ნიშნავდა? ეს იყო ნიშანი, რომ გამოჩნდა ღმერთი. ღმერთი შეეხო სამყაროს, ანუ დაიწყო იესო ქრისტეს, ესე იგი, საზოგადო მოღვაწეობა და აი ეს პირველი შეხება სამყაროსთან, ესე იგი, სანამ ის ადამიანებს თან დაიწყებს საუბარს, ის ჯერ სამყაროს ეხება და ესე იგი, სამყარო ჰარმონიულად შექმნა ღმერთმა და ადამიანს ემორჩილებოდა როგორც ცხოველთა სამყარო, ისე ბუნების მოვლენები ემორჩილებოდა ადამიანს და მას შემდეგ რაც ცოდვით დაეცა და დაკარგა ის მადლი, რის გამოც სამყარო, ცხოველთა და სამყარო და ბუნება მას ემორჩილებოდა, აი მე მტრად გაუხდა ეს სამყარო და სამყაროც აირია, წესრიგი დაირღვა, გახდა უფრო მძვინვარე, ასეთი პირქუში, წყალდიდობები, ქარიშხლები, მიწისძვრები, ბუნება, ესე იგი, სრულად აირია და ამ ბუნებასაც თუ აქამდე ადამი ღვთის მადლით ჰარმონიულად, ესე ვთქვათ, უძღვებოდა, მეფეთ იყო დადგენილი სამყაროს ბრძანებლად. ახლა უკვე ღვთის მადლი კი აღარ მართავს, არამედ მართავს ბოროტის სული და რასაკვირველია ამ ბუნებას აი თავისი ბოროტის რახვებისთვის იყენებს და თრგუნავს, ასე დამონებული ყავს, როგორც ადამიანის სული ყავს დამონებული ბოროტ ძალას, ასევე ბუნება ყავს დამონებული და აი ამ ესე იგი მდინარის უკცევით გამოჩნდა, რომ ესე იგი შეირყა ბუნება თლიანად, რადგანაც თავად წყალი ეს არის მატერიალურ სამყაროში ყველა ნივთიერებაში 70% წყალია, ანუ წყალი არის მთელს ბუნებაში და აი მთელი ბუნებაში აი ეს უწესრიგობა, ეს ასე ვთქვათ, ეშვაკის მიერ დადებული ბორკილები დაირღვა. ზეი სანამ სულიერ ბორკილებს დაარღვევს იესო ქრისტე, მანამდე არღვევს აი ამ მიწიერ ბორკილებს და შეიძრა მთელი სამყარო და აი ამის გამოვლინება იყო, რომ იორდანე უკუნი იქცა მართლ უკუნ და საოცარი ის არის, რომ ჩვენ ამის შესახებ ადრე გვისაუბრია, რომ ყოველი დიდი დღესასწაული 12 დღესასწაულთაგანი ეს არის არა მარტო გახსენება იმისა თუ რა მოხდა, არამედ იმავე ღვთაებრივი ძალის, მადლის, ენერგიის კვლავ გარდამოსვლა, კვლავ კაცობრიობისთვის მონიჭება, რაც მოხდა იმ დღეს, იმ ჟამს, სწორედ როდესაც მაცხოვარი იყო დედამიწაზე. და აი ამის ნიშნად, რომ ეს ხდება, ეს წყალი განსაკუთრებულია ნათლისღების წყალი, გარდა იმისა, რომ ის იკურთხება, ამბობენ, რომ უკურთხებელი წყალიც კი ნაკურთხია სწორედ ამ მადლით, ქრისტეს მადლით და კიდევ ერთხელ ნიშანი იმისა, რომ ეს ბუნების განახლება, მუდმივი განახლება ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მაცხოვარმა რასაკვირველია ბუნება განაახლა, შემდეგ ადამიანის კაცობრიობის სული განაახლა, მაგრამ განაახლა ისინი, ვინც მიიღო ეს მადლი და შესაბამისად ის რაც დარჩა ცოდვაში, ეს ადამიანთა სულების ნაწილი, ეს ბუნებაზეც აისახება და შესაბამისად ყოველ წელს თავიდან ჭირდება, როგორც არათუ ასე ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ქრისტიანებს მუდმივად განახლება, არამედ ბუნებასაც ჭირდება განახლება და აი ეს განახლება ხდება, ბუნება ხარობს, დიახ, და აი ეს რომ ასე ხდება ყოველწლიურად, ეს ჩანს იქიდან, რომ იმ ადგილას, სადაც იესო ქრისტე შევიდა მდინარე იორდანეში, დღესაც, როდესაც მართლმადიდებელი მღვდელმთავარი და სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად აღასრულებს
წყლის კურთხევას მდინარე იორდანეში იმ ადგილას კურთხევის ჟამს, როდესაც ჯვარს ჩაუშვებენ, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებს ასე ვთქვათ სვლას. ეს არის სწორედ ეს საოცარი რამ და წერია რომ შეიმუსნენ თავნივე შაფთანიო, ანუ ის ბორკილები, რომელიც ბოროტის სულის შედეგად იყო, ასე ვთქვათ, დადებული, ის ბორკილები დაიმსხრა და მათი ძალაუფლება დაიმსხრა, მათი ესე იგი ხელმწიფება დაირღვა მათი აი ამ ბოროტის ძალების შეიმუსრა მათი ხელმწიფება მეთაურნი ამ ხელმწიფების მთავარნი შეიმუსნენ. ამის შემდეგ იესო ქრისტე ამოდის წყლიდან და ესეც თავისთავად შთაფლა, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ადამიანი თითქოს იმარხება, ძველი ადამიანი იმარხება აი წყალში შთაფლისას და ამოდის ახალი ადამიანი. ანუ ახალი სწორედ აი სინანულის მქონე ადამიანი განიძარცვავს ძველ ადამიანს თავისი სინანულის გამო, თავისი აღიარების გამო და სიმბოლური სახე ამისა არის წყალში დამარხვა, ნუ შთაფლა. და ამოდის წყლიდან მაცხოვარი და იხსნება ცა და გარდამოდის სული ღვთისა, გარდამოდის ნათელი და ეს ნათელი მტრედის სახით მაცხოვარს თავზე დაადგება. და ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იოანე ნათლისმცემელი მუდმივად აღასრულებდა ნათლობას, იმიტომ რომ მთელი ისრაელი მოდიოდა და უწყვეტი რიგი იყო და იგი აღასრულებდა ნათლობას როგორც დღისით, ასევე ღამით და მაცხოვარი მოდის ღამით და აი ამ სიბნელეში, ესე იგი უცებ განათდება ცა და აი ეს მტრედის სახით ღვთის სული ჩანს, როგორ დაადგება თავზე მაცხოვარს და ეს არის გახსენება იმისა, რომ აი როგორც საერთოდ ნათლობის წინა სახე არის წარღვნა, ესე იგი, რომელმაც ახოცა ნოეს მამათ მთავარი ნოეს დროს წარღვნამ ახოცა ცოდვა დედამიწაზე, გადარჩა მხოლოდ მართალი ნოე და მისი ოჯახი და აი ეს წყლით წარხოცვა, წყლში შთაფლა ცოდვისა, ეს წინა სახეა, სწორედ ეს წარღვნა და როდესაც წარღვნა დასრულდა, ნოემ მტრედი გაუშვა და რომ გაეგო, ესე იგი, წყალმა დაიწია თუ არა და ბუნება, ესე ვთქვათ, შეიძლება თუ არა რომ გასვლა, ესე ვთქვათ, ბუნებაში და მტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო. ზეთისხილის რტო არის სიმბოლო მშვიდობისა. ანუ ღმერთმა დაასრულა თავისი სასჯელი, თავისი რისხვა და ღმერთი შეურიგდა ადამიანს და მშვიდობა, ესე იგი, დამყარდა მშვიდობა და აი სწორედ ეს მტრედი, სწორედ ეს არის აი გახსენება იმ მტრედისა, რომელმაც მშვიდობა მოუტანა და ამავე დროს ეს მტრედი არის სულიწმინდის, ასე იგი, სახით, სულიწმინდა მტრედის სახით მოდის და ეს არის მინიშნება ქრისტიანულ ნათლისღებაზე, სადაც ერთდროულად ხდება წყლით ნათლობა და წყლით ნათლობის დროს გადმოდის სულიწმინდა გადმოდის და სულიწმინდა, ესე იგი, უკვე ადამიანის სული წყალი განწმენთ სხეულს, ესე ვთქვათ, სხეულის ბუნებას, როგორც ეს წყალმა განწმინდა სამყარო, აი ამ დარღვეული მისის ჯანმრთელობა აღადგინა, სნეულებისაგან განწმინდა
აი ასევე სხეულს განწმენს, ჩვენ სხეულს წყალი, ხოლო სული წმინდა ჩვენ სულს, ესე იგი განაახლებს, განკურნავს, განანათლებს და აი სწორედ აი ამ სულში მკვიდრდება მადლი სული საწმინდისა და ეს არის წინასახე ნათლის ქრისტიანული ნათლისღებისა და ბოლოს ისმის ხმა ზეცით ესე არის ძე ჩემი საყვარელი რომელიმე სათნო ვიყავ ეს არის ხმა მამისა რომელიც ადასტურებს რომ ქრისტე მისი ძეა არა იმ გაგებით როგორთაც ყოველი ადამიანი მოწოდებულია რომ იყოს შვილი ღვთისა ანუ ჩვენ ღმერთმა გვიშვილა ჩვენ ვართ ქმნილება და ღმერთმა გვიშვილა ხოლო იესო ქრისტე არის მისი ძე ბუნებით ესეა ძე ჩემი საყვარელი რომელიმე სათნო ვიყავ ანუ კიდევ ერთხელ ხდება დამოწმება რომ იესო ქრისტე არის მესია იესო ქრისტე არის ღმერთკაცი და ბოლოს ნათლისღების აი მსიდიადე რომ იწყება გამოვიდა ასპარეზზე ღმერთკაცი გამოვიდა მესია რომ იგი ღმერთკაცია და ყველაზე დიდი გამოცხადება რაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხდება რაც დაფარული იყო და ბიბლიაში იკითხებოდა მაგრამ არ იყო განცხადებული ეს საიდუმლო ეს არის განცხადება იმისა რომ ღმერთი არის სამპიროვანი ერთი ბუნებით მაგრამ სამი პირია სამი გვამია სამგვამოვანი სამპიროვანი ეს არის ყოვლადწმინდა სამება მამა ღმერთი ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი აი ეს განცხადა ეს არის სამების განცხადება ამიტომ ეს სამებობის დიდი ძალა და მადლი აქვს ამ დღესასწაულს და შევთხოვოთ უფალს რომ ამ დღესასწაულის მადლით განახტეს როგორც ჩვენი სულიერი ისე ხორციელი სამყარო განთავისუფლდეს იმ ხილული და უხილავი სნეულებებისგან და იმ ბოროტი ძალებისგან რომელიც ჩვენს ღმერთთან კავშირს წინეღობება და რომ განიკურნოს დღეს